ჩვენი პროტესტის მიზანია ის, რომ ერთმანეთი გავამხნევოთ პირველ რიგში. მაშინ, როდესაც ხელისუფლება ადამიანებს დაჭერით და ციხით, უსამართლო ციხით ემუქრება, ვიღაც ადამიანები უნდა გამოჩნდნენ, რომელიც იტყვიან, რომ ასე ქცევა არ მოსულა. და ჩემი აზრით, ეს არის პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ ადამიანებს თვითონ არ ეგონოთ საკუთარი თავი დამნაშავეები. დაფიქრდით, ხალხო, თქვენ არ ხართ დამნაშავეები და სანამ საკუთარი თავი ასეთები გეგონებათ, მანამდე სისტემა ყოველთვის ისე მოიქცევა, როგორც მას გაუხარდება თქვენთან, იმიტომ რომ როცა ადამიანს საკუთარი თავის შესახებ ძალიან დაბალი თვითშეფასება აქვს, მისი გადავლა მარტივია და ამას უყურებთ ყოველთვის ამ ქვეყანაში სამწუხაროდ. ის როდესაც შტამი, რა რომელმაც გააფუჭა ყველაფერი, რომ ბოლომდე აქ ვარ, იმიტომ რომ ვაპროტესტებ უაზრო, აი ესე უბრალოდ რაღაც ხუშტურებზე მოსულ შეზღუდვებს და ძალადობას. რასაც არანაირი საფუძველი არ აქვს, არც რაციონალური და არც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული და არანაირი. ეს არის უბრალოდ ძალის გამოვლინება, რასაც მე არ ვეთანხმები. და ყველა რავი, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, უნდა ეცადოს, რომ მაქსიმალურად არ მიცეს იმის უფლება, რომ ნებისმიერ თემაზე, ეს მარიხუანა იქნება თუ მანქანებთან დაკავშირებული თუ ნებისმიერ თემაზე, რაც არ უნდა იყოს, არავის მიცეს უფლება, რომ ზედმეტი ძალაუფლება, როცა გაუსწორდებას, მაშინ განახორციელონ ხალხს. ჩვენ შევიკრიბებთ იმისთვის, რომ დავინახოთ, რამდენი ადამიანს შეუძლია საკუთარი შიშის დაძლევა და რაღაცნაირად საზოგადოებრივი აზრის საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირება და ეს ძალიან რაღაცნაირად გმირობა დღევანდელ სიტუაციაში, იმიტომ რომ ამ ხალხს არ უნდა პასუხისმგებლობა აიღოს იმ სიცოცხლეებზე, რომელიც აი ამ კანონის შეცვლის შედეგად დაინგრევა ამ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ვითვლით პატიოსან ადამიანებს.